ბევრისთვის შეიძლება ეს ინსტინქტურად არ იდენტიფიცირდება ჯანდაცვა როგორც ეროვნული უსაფრთხოების თემა, მაგრამ მე მგონი ამ პოდკასტის მოსმენის შემდეგ ეჭვიც არ უნდა გაჩნდეს, რამდენად მნიშვნელოვანი და საყურადღებო მიმართულება. ლაივში Facebook-ზე ერთვებოდნენ სახლიდან, გარდაცვლილები ლოგინებში იწვენ და უბრალოდ ფიზიკური რესურსი აღარ იყო, რომ გაეყვანათ გარეთ. წარმოიდგინე იტალიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში რომ ესეთი გადატვირთვა ხდება, მაშინ ვინ შეიძლება ითქვას რომ მომავალში მზად არის რაღაცისთვის. ომი არ არის ერთდღიანი, არ არის ხუთდღიანი, შეიძლება დიდი ხანი გაიწელოს და რაც ძალიან მძიმედ შეიძლება დააწვეს ჯანდაცვის სისტემას. დადასტურებულად მარტო 1500-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, სხვადასხვა ტიპის დაწესებულება დაიბომბა რუსების მიერ. ცხადი ადაპტაციას აკეთებენ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ მიწისქვეშა სამხედრო საველე ჰოსპიტალების გაკეთება. ყოველდღიური თემა არის რომ ექიმთან მიდიხარ, რაღაცა დიაგნოზ გისვამს და ყველა რჩევას გაძლევს რომ მოდი თურქეთში წადი, მაგათ ნუენდობი რაღაც. ეს ყველაფერი აისახება თვითონ ადამიანის დამოკიდებულებაზე ერთის მხრივ ჯანდაცვის სისტემის მიმართ და მეორეს მხრივ თვითონ სახელმწიფოს მიმართ. ის საბოლოო ჯამში ისეთ ფონს ქმნის თავისთვის რომ თუნდაც გადაწყვიტოს მერე შემოსვლა სამხედრო ინტერვენციით რა, უკვე დასაყრდნობია.